ზუსტად 10 საათისთვის საგანგებო სიტუაციის დეპარტამენტში დავარეკე მეგობარსთან, რომელმაც მიპასუხა, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი წვიმა იყო. და უბრალოდ მეგობრებთან, ვინც კი ხელისუფლებაში იყო, დავრეკე, რომ რამე ხო არ ხდება თბილისში, იმიტომ რომ თბილისი არის საკმაოდ სენსიტიური და მოწყვლადი ამასთან დაკავშირებით და მითხრეს, რომ არაფერი არ ხდება. უბრალოდ სვანიძის ქუჩიდან არის შეტყობინებები სარდაფები დაეტბორათ. ნინო, არიცოდენ თუ დამალეს? ვერაცნობიერებდნენ. ვერ აცნობიერებდნენ, რა ტრაგედია შეიძლება დატრიალებულიყო. საერთოდ. ის რომ პოლიციის მანქანები შეყუჟული ვნახე მე ღამის 12 საათზე, 1 საათში დატრიალდა თითო მზიურის ტერიტორიაზე ტრაგედია. აი როგორ არის იცით, აი ვარაზის ხევის ასასვლელი რო არის ეს ესტაკადა რა სადაც არის, აი მის ქვეშ იყვნენ შემალული წვიმისგან იცავდნენ თავს. ის ორი მანქანაც რო დამდგარიყო ზემოთ და ჩაეკეტა ჩასასვლელი. ან ერთი მანქანა დამდგარიყო პოლიციის. იქნებოდა მაგრამ არაკოორდინირება იქნებოდა რაში? ზუსტად 3 თვით ადრე საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი, რომელიც ეკუთვნოდა ქალაქს, გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩემდა გასაოცრად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო კომისია იმ წუთას ვერ შეიქმნა და ერთ-ერთი ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ შეიქმნა სასწრაფოდ სახელმწიფო კომისია და შეფასდეს მთელი სიტუაცია. მეცად გეტყვით, ჩვენ მოვითხოვეთ ჩვენივე წერილში, მერს მოვთხოვეთ, რომ გააკეთონ დროის აღრიცხვა, ანუ რომელ საათზე, რომელ წუთზე, სად შემოვიდა სიგნალი, როდის შემოვიდა, რომელი ტერიტორია, ანუ იმისთვის, რომ ანალიზი გაკეთებულიყო. ეს გააკეთეს მოგვიანებით, მე მგონი, ოღონდ ბოლომდე არ იყო გაკეთებული. ჩვენ ვამტკიცებდით, რომ პირველი ინფორმაცია, რომ გავიდა, რომ მეწყერმა მოახდინა ეს, მეწყერი არაფერ შუაში არ იყო, იმიტომ რომ მეწყერი მოხდა ცოტა უფრო გვიან. რაც ეხება მანჰეტენს, მეორე სხდომა იყო კომისიის, მე შემთხვევით აღმოჩნდი, ზუსტად იმ დღეს დავტოვე ეს სხდომა და გამოვიდა ერთ-ერთი ავტორი და გამოაცხადა, რომ აქ არაფერი არ გამოგვივაო. ბატონი ჯგერინაია და მან განაცხადა, რომ აქ რომ ჩვენ ვართ აქ ძალიან ძლიერი ჯგუფი ინჟინრების და ჩვენ ავაშენებთ მანჰეტენს. და რომ ზედა ნაწილში ვერეს, ანუ X, რაც ახლოს არის სვანიძის ქუჩასთან, უნდა გაკეთდეს 3 დამბა, რომ შეგვიძლია მივიღოთ ელექტროენერგიაც და რომ ეს დამბებიდან გამომდინარე ჩვენ შეგვეძლება საბოლოო ჯამში ავაშენოთ უშველებელი ბიზნესი, ესე ვთქვათ, გარემო ცენტრი და რაღაცა. საბედნიეროდ კომისიაში ის და ბევრი გეოლოგიც და რაღაცეები სპეციალისტები, რომელსაც ესე იგი მე მგონი შოკი ჰქონდათ აი ამ მანჰეტენიდან გამომდინარე. და ეს მომენტი იმავე წუთში მერიამ უარყო. იცით რომ ერთი კვირის წინ მერიამ გააკეთა განცხადება, რომ აპირებს კალაპოტის გადაგდებას და დიდი დამბის მშენებლობას სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და ჩვენ ვთვლით, რომ ესეც კი არის ძალიან საეჭვო, იმიტომ რომ მდინარის კალაპოტის შეცვლამ უკვე რაც გააკეთა ერთხელ, იმიტომ რომ იყო კალაპოტის შეცვლილი 70-იან წლებში ვერესი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს პრობლემას, მით უფრო რომ ორივე სასაფლაო ვაკის და საბურთალოსი ჩასულია კალაპოტში ვერესი. ახალი კანონპროექტი წყლის არის მზად, 2 წელია დევს თაროზე, ელოდება თავის მოლოდინს და პასუხი არის შემდეგი. 2017-ისთვის არის ვალდებულება წყლის ჩარჩო დირექტივასთან მიერთების. არის რა საინტერესო, რომ 4 დირექტივა უნდა შემოვიდეს ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში. ერთი არის წყლის ჩარჩო დირექტივა, მეორე არის წყალდიდობების და პირველადი პრევენციების დირექტივა. იმიტომ რომ პირდაპირ ესეთი დირექტივა არის ევროკავშირში. არის საბანაო წყლების დირექტივა. ანუ რომელიც უნდა განსაზღვროს რომელ სტანდარტში და რომელ წყალში შეიძლება ბანაობა. და ამის გარდა არის განსაზღვრო, ესე ვთქვათ, ზემოქმედებასთან მიმართული დირექტივები. ხარისხის დირექტივა უკაცრავად ერთ-ერთი კიდე. წყლის ხარისხის დირექტივა. აი ეს ყველაფერი არის მოცული კანონპროექტში, კანონპროექტი დევს თაროზე 2017 წლისთვის, ალბათ
უნდა ვიყოთ შესრულებაში, ალბათ ჩვენ შესრულებას წყლის ჩარჩო დირექტივიდან გამომდინარე ვალდებულებების დავიწყებთ 2017 წლის 31 დეკემბერს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პრაქტიკულად ჩავთვალოთ, რომ ჩვენ არ ვასრულებთ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას და ნუ გვირკვირიც რომ ჩვენ ვიზა ლიბერალიზაციას ვერ მივიღებთ ესე მარტივად ამის გამო. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. წყალი დანარჩენებზე, აი რაც ეხება წითელ ხაზებს, ესე იგი მზიურთან დაკავშირებით, აქ ჩვენ ძალიან საინტერესო რაღაცა ხდება. იქ მზადდება კონცეფცია, ტენდერი ჩაატარა მერიამ და კონცეფცია ეხება იმას, რომ უნდა მოხდეს რეკრეაციული ზონის განვითარება მზიურის ტერიტორიაში. და ზოოპარკი უნდა იყოს გადატანილი, ნუ ჯერ არანაირი ნიშანწყალი არ არის ამის, იმიტომ რომ ფული არ არის, მაგრამ რაც ეხება კონცეფციას, კონცეფციაში გაიმარჯვა ვინ ოღონდ არ ვიცი და რომ გვერდებიან, რომ სადღაც სექტემბერ-ოქტომბერში ესენი დადებენ ამ კონცეფციას. ორი კვირის წინ, სანამ ბათუმში კონფერენცია დაიწყებოდა, მერიამ ზუსტად ორშაბათს გააკეთა განცხადება, რომ მათ მოამზადეს პროექტი და გადასცეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ზედა ნაწილში ვერის ხეობისა გაკეთდეს დამბა და აშენდეს დამბები. და კალაპოტის დაღმავება კეთდება მთელი წელია. განსაკუთრებით დაღმავდა ხილიანთან, განსაკუთრებით დაღმავდა აქეთა მხარეს, ანუ ესე იგი, აი ყველა ხიდის და გვირაბის ქვეშ დააღმავეს კალაპოტი. იმიტომ რომ შეივსება ეს ყველაფერი. აი ეს მომენტი და ეს პროექტი, რომელიც ახლა კეთდება, ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვნახეთ, მარტო საპიარო განცხადება პრესსამსახურის. რო გადაცემულია. პროექტი არის დაწერილი, რამდენიც ხვდები მშენებლობის, შენდება უშველებელი, ესე ვთქვა, და დამბა და ჩვენ ვეჭვობთ, რომ ზუსტად ელის ბარაშვილების ქვემოთ არის ძალიან ნაშალი ქანი, ანუ ძალიან რბილი ქანია, იმათთან უნდა აშენონ ეს დამბა, ანუ მდინარე რო ადიდეს, ერთი მხრიდანაც წამოვა, მეორე მხრიდან დამბა დარჩება შუაში, ეს კედელი რა დარჩება შუაში. რა თქმა უნდა. სასაფლაოების ნაწილში ვთხრით. გადატანას ვაკეთებთ კალაპოტის, როგორც მე ამიხსნეს. მოკლედ, მე ვერ გავიგე უბრალოდ, არ ვთქვეთ საფლავები, უბრალოდ თქვეს, რომ მეორე მხარეს, ანუ სვანიძის მოპირდაპირე მხარეს გადაწევენ მდინარეს და იქ სასაფლაოებია. მე ვისურვებდი იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც საქართველომ აიღო თავის თავზე. სექტემბერში აიღო მდგრადი განვითარების პრინციპების ესე ვთქვათ აღსრულება და პრემიერი გამოდიოდა ეგ სიტყვით პარიზში და ძალიან აქტიურად გამოვიდა და დაპირდა მთელ სოფლიოს, რომ აუცილებლად შეასრულებენ. პარიზში კლიმატის მხარეთა შეხვედრის დროს აგრეთვე საქართველომ აიღო გარკვეული ვალდებულება და ზუსტად მარტში მოაწერეს ხელი ნიუ-იორკში იმ ასე ვთქვათ პირობებზე, რა პირობებიც თქვა საქართველომ რომ შეასრულებს. ეს ეხება ტყის რესურსებს, ეს ეხება წყლის რესურსებს, ეს ეხება მოსახლეობას პირველ რიგში და კარგი იქნებოდა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებიც საქართველოს შეესრულებიოს.